დაძრეული ქართველ მეფეთა ელიტური რაზმი. საქართველო მრავალჭირნახული ქვეყანაა. დასაბამიდან დღემდე ქართველ კაცს მუდმივად უხდებოდა ბრძოლა თავისუფლებისა თუ გადარჩენისთვის. ხშირად, როდესაც ქვეყნის ბედი ხმლით წყდებოდა, ქართველებს მეფეები მიუძღოდნენ ბრძოლებში. საქართველოს ისტორიისთვის ეს დამახასიათებელი მოვლენაა. პრაქტიკულად, ყველა მეფე ბრძოლაში უბრალო მეომარივით მონაწილეობდა. ამით ამხნევებდა და აგულიანებდა ქართველთა ლაშქარს. საქართველოს სამეფოს ხელმწიფენი ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლებში არაერთხელ დაჭრილან, დასახიჩრებულან და დახუყულან კიდეც. ამიტომ ქართულ არმიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი დანაყოფი, რომელიც ბრძოლის დროს მეფის ირგვლივ იქნებოდა და განსაცდელისგან იხსნიდა მას. დღეს ჩვენ სწორედ ასეთ სამეფო დანაყოფზე მოგითხრობთ. რჩეულნი ჭაბუკნი, რომელნიც სამარადისოდ თანაყვებოდეს მეფეთა. მემატიანე სწორედ ამ სიტყვებით ახასიათებს ხელმწიფის ელიტარულ დამცველთა რაზმს, დაძრეულს. ისინი იყვნენ სამეფო დომენის მოლაშქრეები, მეფესთან მუდმივად მყოფი სამხედრო პირები. დაძრეული ხელმწიფის პირადი სამხედრო რაზმი იყო. ომისა თუ მშვიდობის პერიოდში მეფეს მხარში ედგა და ლაშქრად დახვებოდა. სწორედ ისინი წარმოადგენდნენ სამეფო ლაიბგვარდიას, ყველაზე უფრო ერთგულთა და მისანდობელთა გუნდს. თავდაპირველად, დაძრეულის მაგივრად იხმარებოდა სიტყვა დაძრობილი, რაც აღნიშნავდა ქართველ მსახურს, რომელიც ეკლესიაში რელიგიური წესით იყო ნაკურთხი. საისტორიო წყაროებში ისინი პირველად მერვე საუკუნეში არჩილის ერის მთავრობის დროს იხსენიებიან, როდესაც არჩილმა თავის ერთგულ დაძრეულთა წევრებს კახეთში მიწები დაურიგა საჩუქრად. არსებობს მოსაზრება, რომ დაძრეულში თავიდან მხოლოდ არაწარჩინებულნი ირიცხებოდნენ. უკვე ადრე ფეოდალურ ხანაში დაძრეულთა რიგებში ხვდება არისტოკრატიული წრეების წარმომადგენლებიც, რომლებსაც ბრძოლებში მონაწილეობით და თავის გამოჩენით დაწინაურების კარგი შანსი ეძლეოდათ. ცხადია, რომ დაძრეული ერთგვარ სამხედრო სკოლას წარმოადგენდა, სადაც ახალგაზრდა დიდებულები, აზნაურები თუ უბრალო გვარის წარმომადგენლები იწვრთნებოდნენ და სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდნენ. ადრე ფეოდალურ ხანაში დაძრეული ჰყავდა როგორც მეფეს, ასევე დიდ ფეოდალსაც. სტეფანოს ორბელიანის თქმით, 1059 წლისთვის ლიპარიტ ბაღვაშის განკარგულებაში 700 კაციანი დანაყოფი იყო. იმავე საუკუნიდან მათი როლი იზრდება და უფრო შესამჩნევი ხდება. ეს განაპირობა ქართულ სამეფოებში არსებულმა ომებმა და საბრძოლო მოქმედებების მზარდმა მასშტაბებმა. მე-12 საუკუნიდან დაძრეული უკვე მეფის მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენს, როგორც საგარეო, ისე შიდა მტრის წინააღმდეგ. ეს ის დროა, როცა საქართველოს სამეფოს მთავარსარდალი დავით მეოთხე აღმაშენებელია. მას შემდეგ, რაც დავითმა ომი განაახლა თურქ-სელჩუკებთან, საჭირო გახდა დაძრეულთა რიგების გაზრდა. მეფის მემატიანის მიხედვით, დაძრეულთა რაოდენობა მაშინ 1500 მეომარს შეადგენდა. ამ რაოდენობის არმიით მეფეს შეეძლო დამოუკიდებლად სხვა ფეოდალთა რაზმების მოწვევის გარეშე ჩაეტარებინა მცირე მასშტაბის სამხედრო მოქმედებები. ამას გარდა, დაძრეული ყოველგვარი საშინაო თუ საგარეო მოულოდნელობისაგან იცავდა მეფეს. 1100 წელს თრიალეთში სელჩუკთა დიდი არმია შემოჭრილა. საქართველოს შემოსეული თურქთა მხედრობა დავითმა სწორედ დაძრეულის მეშვეობით განდევნა. ომის პერიოდში დაძრეული წარმოადგენდა ლაშქრის ბირთვს, რომლის გარშემო იკრიბებოდა მთლიანი სამეფოს არმია. ზოგჯერ დაძრეულსა და დავით მეფის მიერ შექმნის მონასპას ერთმანეთში აიგივებენ. მაგრამ ეს არ არის მართებული მოსაზრება. დაძრეული და მონასპა აბსოლუტურად განსხვავებული დანაყოფებია, რომლებიც ერთმანეთისგან განირჩევიან დაკომპლექტების პრინციპით, პირად წევრთა შემადგენლობით, სოციალური წარმომავლობით, მოტივაციითა და ანაზღაურებით. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მონასპა მხოლოდ მე-12 საუკუნეში არსებობდა და ის უცხოელი მეომრებისაგან იყო დაკომპლექსებული. განსხვავებით დაძრეულისგან, რომელიც საუკეთესო ქართველი მეომრებით იყო შემდგარი, მისი ფუნქცია მოვალეობაც ასწლეულების განმავლობაში შეუწყვეტლივ არსებობდა. მე-13 საუკუნეში მონღოლთა შემოსევებსა და ქვეყნის დაქვეითების მიუხედავად, დაძრეული ჩვეულებრივ ასრულებს თავის ფუნქციას. 1297 წელს დავით მერვე მონღოლებს აუჯანყდა და თავისი არმიით მთიულეთს შეაფარა თავი. მემატიანის გადმოცემით, მთიულებთან და რეგულარულ ჯართან ერთად დავით მერვის მხარეს დაძრეულთა შენაერთიც იმყოფებოდა და ყოველგვარი განსაცდელისგან იცავდა მეფეს. დაძრეული ფუნქციათა მიხედვით დასებად იყოფოდა. ერთ-ერთ ასეთ დას, როგორც ისტორიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა შენიშნა, მესაწოლენი შეადგენდნენ.
ხელმწიფის კაბინეტში მეფის მოსვენებისას, უახლოეს პირებთან თათბირობისას ან ოჯახთან დროის გატარებისას მათ უსაფრთხოებაზე მესაწოლენი ზრუნავდნენ. მესაწოლეთა ხელმძღვანელობა მსახურთუ ხუცესს ებარა. ისინი თან ახლდნენ მეფეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობისას. სამეფო კარს ჰქონდა ძირითადი და დროებითი რეზიდენციები და მეფის გადაადგილება თბილისიდან გეგუჩი, ცხუმში, ბიჭვინთაში, ანაკოფიაში და სხვა მხარეებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მე-15 საუკუნის ქართული სამართლის წესდებულებაში ხელმწიფის კარის გარიგებაში წერია, რომ 700 შუბოსანი მესაწოლე ახლავს მეფეს გზავრობის დროს. მართალია, წყაროები არაფერს გვეუბნებიან მათი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ შუბოსან მესაწოლეთა რაზმები უნდა ხლებოდნენ მეფეს ომშიც, როგორც განსაკუთრებით საიმედო და საბრძოლო დანაყოფი, რომლებიც ბრძოლაშიც მეფის უსაფრთხოებას იცავდნენ. დაძრეულის ტიპის რაზმებს ხშირად ხედავთ სხვადასხვა ქვეყნების მონარქების განკარგულებაში. მაგალითად, ასეთი რაზმები ჰყავთ ინგლისის მეფეებს, რიჩარდ ლონგულს, იოანე უმიწაწყლოს, ედუარდ პირველს და სხვა დასავლეთ ევროპის მონარქებს. ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი, მაგალითად, სარგის კაკაბაძე თვლიდა, რომ დაძრეული ცალკეული იერარქიული ფენა იყო და ის რელიგიურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. დაძრეულს ისეთივე ფუნქციების შესრულება შეეძლო, როგორც ტამპლიერთა ორდენს. ბახუშტი ბაგრატიონის წყალობით წყაროებში შემორჩენილია ერისთავის დაძრეულად კურთხევის რიტუალი, რაც ტამპლიერთა კურთხევის წესს მიგვამსგავსებს. ამასთანავე საინტერესოა, რომ დაძრეულთა ერთ-ერთი სიმბოლო წმინდა გიორგის დროშა იყო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტამპლიერთა ორდენის მსგავსად დაძრეულიც რელიგიური ორგანიზაცია იყო. ამ ყველაფრის გადაჭრი თქმა ძნელია. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ მეფის პირად გვარდიაში შემავალი მებრძოლები რჩეულთა შორის რჩეულები იყვნენ და მასში შესანიშნავად დახელოვნებული მეომრები მსახურობდნენ. მათი საბრძოლო ხელოვნება, აღჭურვილობა თუ დისციპლინა საუკეთესო იყო. ისტორიის განმავლობაში მათ არაერთხელ უხსნიათ მეფის სიცოცხლე. მას შემდეგ, რაც საქართველო მრავალ სამეფო სამთავროდ დანაწევრდა, ეტაპობრივად მოიშალა დაძრეულთა სამეფო გვარდიაც. თუმცა ისტორიას ყოველთვის დარჩება მათი სახელი, როგორც მეფის უერთგულესი მცველებისა.